მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ აკრედიტაციის გარეშე თენგო არის ჩემი შორეული ნაცვლად, ჩამოვიდა სოფლიდან, პროფში სწავლობს მალე-არკაზე და ესენი მისი მეგობრები არიან, ჩამოყრნენ, ყველანი პროფებში სწავლობენ. თენგო არის ჩემი ნაცვლად, ეგენი მაგის მეგობრები არიან და თენგო რა გინდა შენ? მინდა ისეთი ადგილზე ოთახი რო აი ბინა. ბინა გინდა იქიაო? როგორი გინდა? ნუ რო იყოს კომფორტულად რო იქნება თავისი წყნარი და წყნარი ადგილი რო იყოს. არავინ რო არის ხო? რა თქმა უნდა. ცენტრში. ხო, ნუ ესე იგი ცენტრში არავინ რო არ იყოს და კომფორტულად და წყნარად რო იყოს. რა თქმა უნდა. ვიცი ეგეთი ადგილი 100 ლარი ეღირება. მოდი გაჩვენებ კაკრას აქ არის და წავედით აბა. თენგო აი ეს არის. როგორ ხარ? ხარდა ხო? არის მე. მაშინ სულ წუთი და ეს არის მოგწონს? ტელევიზორი რაღაცა. კაბელები არის. ხო, კაბელი ნაზიცა. საათი, ყველაფერი. ხშირად არ არის ხოლმე, ხო აქ? როგორ არის? ხო, მაგრამ ძირითადად როცა მოდივარ არ არის. უფრო პარლამენტში. ხო, უფრო პარლამენტში, ანუ შეგექნება ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. რა. არ. როგორ არაფერი მოხდა გადაიღე. არაფერი, მე გეტყვი. კარგად გამდევარ. ზე, კარგად გამდევარ. აი კიბერების ისეთია რა. ოღონდ აქ რაღაც ბევრი ხარ. თქვენ ყველას გინდათ, ხო? კი, რა თქმა უნდა. ნუ 100 ლარი გიქნება. რა, პრობლემა ხო არა? აი, რა სენსია რა. აი, მოდი ახლა თქვენ რა ვქნათ, იცი, თქვენც ხო გინდათ რა? წავალ ახლა მე მაშინ იქ რაიონების ოფისებში ნაციონალური მოძრაობის. ხო არ გიტყდება რამენაირად. ეს არ დადიან, საერთოდ არ არიან. არ არის პრობლემა. არა, არავინ არ არის ხოლმე, აქ უბრალოდ გასაგებია. დაცვაც აქ არის რა. კარგი, მაშინ ჩვენ წავალთ რაიონულ ოფისებში და იქ თქვენ თითოეულს თქვენთანაც ვუშოვი ალბათ რაღაცას. კაი, წავით რაიონულ ოფისებში ნაციონალური მოძრაობის. წავით. ვიქოსო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიყოფებით მიტკევიჩზე და სადღაც აქ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის ოფისი. გამარჯობა, თუ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს რაიონის ოფისის მისამართი. მიტკევიჩი 29, სიმონ კანდელაკია კიდევ პირველ ნომერში. კარგი, კანდელაკის პირველი და მიტკევიჩის 29. მოვედით მიტკევიჩის 29-ში. ადრე მე მგონი რამოდენიმე ხნის წინ აქ დევნილები გამოყარეს და აქ არის ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ მოვით კანდელაკის ნომერ 1-ში. უკაცრავად ნაციონალური მოძრაობის ოფისი მინდა. არის ვინმე? აი, არ არის. ვიფასო მეგობრებო, ჩვენ მოვედით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დიდუბის რაიონში ვარ. გამარჯობა. ერთი წუთი. რა ხდება რა? გამარჯობა. რა ხდება რა? აი, როირი. რატო რა ჩვენ ისე რა ამბავია? ძალიან ვთქვი. არა, საქმე გვაქვს რაღაც, თქვენ მიზანდებით. რა საქმეა? თქვენ მიმზადებით უკაცრავად. პარტიის ოფისში მოვედით. არა, მაგდებს? ჟურნალისტი შაბა რამეშვილი მოვედი პარტიის ოფისში. საქმე მაქვს, თქვენ დაგილაპარაკო? არა. არა, ვინ გავლაპარაკო? არავინ არ არის?
უბრალოდ არა. საერთოდ ვინმე არის? უკაცრავ თქვენი სახელი? თქვენ იმზადები ნაციონალურ მოძრაობაში მუშაობთ? კი. ხო და თქვენი სახელი მითხარით, რა პრობლემაა? მე ვარ შალვა რამიშვილი, გამარჯობა. გამარჯობათ. მინდა ვინმე სულ ერთია, ვინ გამოვიდეს დამელაპარაკოს. არ არის ეს. არავინ, აი აქ რომ ისინი ისინი რომ დამელაპარაკოს, რო წავიდნენ უცებ. ხო წავიდნენ უცებ ისინი. უფროსობა არა და მე მოგზავნე. არა, მესმის. ვინმე პასუხისგებელი პირი არა. არავინ არა. მოგო, იქნებ რაღაც საქმე. მოგზავნე ცოტა მოგვიანები. ხოჭით რომ მოვა. კი, ბასტონო. ეხლა არავინ არა. რამდენი ხანში მოვიდე ზუსტად მითხარით? ერთ სამსახურს. კარგი სამსახური. გამარჯობა. გამარჯობა. შალვა რამიშვილი. გამარჯობა. თქვენ ახლა ნაციონალური მოძრაობა? დიახ. თქვენ ხართ, ხო? თქვენი სახელი? მიმზადებით? უბრალოდ აქტივისტი. აქტივისტი. ხელმძღვანელობა არის ვინმე? ხელმძღვანელობა არ გაქვს. არავინ არ არის ხელმძღვანელობიდან? გასულებია. არავინ არის რომ ნახოთ შეიძლება? დავათვალიეროთ თქვენი ოხი შეიძლება? არა, ეხლა ყველგან ვერში. რატო? მე მგონი დაკეტილია. ჩაიკეტა? არა, ეს დაკეტილია საერთოდ. როგორ არის დაკეტილი? რატო ერთად აწვება? არავინ არ აწევს. არავინ არ არის ამ ოთახში? არავინ. არავინ არ ყოფილა. ისე არ შეიძლება. ხო და მე რატო ვაკეთე იცი ამას? რატო ვაკეთე გამიხსენე. დავძანდით და აგეს. ააგება. ისე იგი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მივდივარ და არასოდეს არავინ არ არის. ცენტრალურ ოფისში? ხო. აგი ნახავ ჩემი გაზეთი. ხო და არასოდეს არავინ არ არის. აქ აგერ ჩვენი ყავასწორ და ხა არსებობს. ხელმძღვანელობა ვინმე? არის რომ დაველაპარაკო. ხელმძღვანელობა ეხლა არის გასული. ხელმძღვანელობასთან, თავის საქმეები პარტიული საქმე. ვინმე არის ან არა, ეხლა ხელმძღვანელობა არ არის. აი სადაც არიან მივარ და ვნახავ. სად არიან აბა? ომის ნომერი დაუვლის. ზუსტად კონკრეტულად ვერ ვიცი. არის, იცით სად არის ხელმძღვანელობა? ისე დავეკონ ჩემო რომ არ არის ხოლმე არასოდეს არ არის. არა, მე ეს ეგეთი საკითხი რატო ხდება? ყოველთვის. რა ვიცი, აბა აი ხა მოვლენს აი პროცესი არის, ხო? ვინ არის კომიტეტი? ჩვენი პარტიის ხელმძღვანელი დანის რაიონის არის ნიკოლოზ ხაჩიშვილი. გააქვს ტელეფონის ნომერი რომ არა, არ მოხდა. ტელეფონის ნომერი უფროსის არა გააქვს? არა, მოხდა, შემიძლია რომ მოხდა, არ მოხდა. არა, ვინმეს ტელეფონი ხელმძღვანელობიდან აქტივისტი გამდები, გეკითხა. კი. მომეცდა. რა? დაურეკავ და არსებობს თუ არა, გავიგე. არა, არსებობით არსებობს. ხო და დაურეკავ და უბრალოდ მივალ სადაც არის და დასაკეთებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. სამსახურებრივი მოვალეობის სასრულებენ ეხლა გასულები არიან. საათ, მივალ და ნახავ. ნუ ადგილი ტერიტორია ზუსტად ვერ. ხო და დაურეკავ და ვერ სადაც ხარ რომ მოვიდე. იმიტომ რომ მე ეჭვებარება რომ არსებობს ეს ფაქტი ზოგადად, მაგრამ რა ვიცი. იმ ოფისში არასოდეს არავინ არ არის. რომელ ოფისში? ცენტრალურ ოფისში. მე ეთქობა არ ვიცი, არ შესულყარ თუ როგორ არ არის. არა, გაცვა, მეუბნება რომ არავინ არ არის. ყოველ. არ ვიცი, მე ვერ ვიცი. ხო და ისე არიან ყოველთვის მუშაობენ. მომეც. ეგ თქვენი პრობლემაა თუ ვერ ნახული? იგი ჩემი პრობლემაა. რა შეუკაცრავად? შოთა. შოთა უფროსია? კი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ვარი? ამოთავში. ბატონო შოთა, თქვენ მზადები? შალვა რამიშვილი, გამარჯობა. ვარ თქვენთან პარტიის ოფისში. ხელმძღვანელობა არავინ არ არის, თქვენი სახელი უკაცრავად? ლაშა. ლაშა მიწევს მასპინძლობას და გასვენებაში ხარ? კარგი, თუ უკაცრავად დიდი ბოდიში. გასვენებაშია, ხო, სამსახურეობას ვერ ასწრებს, მაგრამ გასვენებაში. ვინმე კიდე ვინმე? თუ იმასთან კონკრეტულად შეხვედრა გნებავთ, შეგიძლიათ დაწეროთ. არა, მე რატო გეუბნები? დაწეროთ ეგ. მოვედი ოფისში და მინდა ვინმე ხელმძღვანელობიდან. არა, თუ რამე შემიძლია რომ დაგეხმაროთ, შეგიძლიათ კითხოთ. მომეცით სხვა ხელმძღვანელის ტელეფონი. კაციან გასვენებაში. ხო, რა გინდათ მითხარით? საქმე მაქვს რაღაც. არა, თუ რამე საქმე გაქვს, შეგიძლიათ მოგზავნით მოგვიანებით, ან თქვენი მოგვიანებით რამდენი ხანში მოვიდა? იცით, მოგვიანებით მიჩვენია. ხო, მაშინ საღამოდ მოგზავნით, ან თქვენი ტელეფონის ნომერი დავწეროთ. როდის მოვიდა მითხარი? გადავცემ თქვენი ტელეფონის ნომერს და დავუყურე. საღამოდ. არა. ეს სხვა არის შოთა. არა. კარგი, გადაგანდებული საქმე. ვინ არის? ეს ვინ არის? ამას არ ვსვამ, ვინ არის? ვინ არის? ვინ? ნიკოლოზ ხაჩიშვილი. პარტიის ჟოზეფ ფუშეს ცნო, აბრაამ ლინკოლნს ცნობდა. ეს ვინ არის? ბატონი ნიკოლოზ ხაჩიშვილი. ხო და რა არის? ას წარმოადგენს?
მაჟორიტარ დეპუტატი არის გიგანის რაიონის. აუ ეს როგორ არ ვიცოდი, ძალიან დიდი მოდიში. უკაცრავად, დიდი მოდიში. კარგად ძანდება. კარგად ძანდება. ვიფასო ტელემაყურებლო, ჩვენ მოვიდით ნადავლადევის რაიონის ნაციონალური მოძრაობის წევრები. ამაჯობა. შეიძლება? არა, არ შეიძლება. რატო? ვინმე ხელმძღვანელი არის? ეხლა ამ წუთად არა. არავინ არ არის. ჩვენ ხარდაწერები ვართ, ნაციონალური უი, ხარდაწერები ხარდა, პარტიის ისინი მინდა. დაგინდა. მოხაქმე მაქვს. თქვენ ხო არ გეჩვით არა? არავინ არ არის უფროსი. არავინ არ არის? აბსოლუტურად. როდის მოვლენ? არ ვიცი. რა ვიცი, თუ რაიმე გნება? ეხა აქ რა საკეთე? არა. არაფერს არ აკეთე? დაიხარე. მე მაგარი საბიძაო ადგილის და იქ ხარ წამოხარ, ჩემთან ერთად. ამაზე ერთად რა მინდა, გაჩერ დამიჭერე შენთან ერთად რომ წამოვიდე. შენ ნაციონალური ხარდაჭერი ხარ და არაფერს არ აკეთე. დამიჭერე, მაინც ის საქმე მაგას არაფერს თუ არ აკეთე, მომეხმარე რაღაცა. არაფერს არ აკეთებ და. ბატონო, არ მედარება, ამაში ვიყიან ფულს, ჩემი გადაცემა. თუ რამე გნება, წერილობით შემოიტანეთ განცხადება უფროსების ნახვა თუ გინდა კაცო, თქვენ გაგიტოვოთ წერილობით განცხადება. აბა არა ხარ თანამშრომელი. გოგონაა, გამოვიდეთ. აგერ ეს კარგადონია თანამშრომელი. თქვენ თანამშრომელი ხარ? ხო და ეხა აქ რა საკეთებ? აქ რა კეთდება? არ შეიძლება, არ შეიძლება. შალვა რა მიშვი? ბატონო შალვა, თქვენ არ შეიძლება. ავიგე, მაგრამ იქნებ შემიშვათ. არ შეიძლება. არტია, ასეთი ამბავია. გამწვირვალეობა, ღიაობა. ერთი ამბავი შემიშვით რა. არ შეიძლება. აი უფროსები რო იქნებიან, მე შეგიძლია. არა საერთოდ ვიფასო ტელემაყურებელი. აი გენაცვალე, კარგად დამდებოდეს. აი წანგისის რაიონის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი. ბავშვებო, თქვენ აქ ცხოვრობ? ეს მუშაობ საერთოდ თუ არა? აი. კი თუ არა? აბა თუ არ არის არავინ? ხო, კიდე დახუროთ კარები და რომელი კარები უნდა დავხუროთ კიდე ეს თუ ეს? აი. ჩვენ მოვიდით ნაციონალების ოფისში. მაგრამ რაღაც არიან აქ ნაციონალები. ვა! ხალხის გვერდი. ეუბნები რაღაცა ხდება, რაღაცა შეიძლება. აგე სამგორის ოფისი, ვიფასო ტელემაყურებლებო, ხალხის გვერდი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ხალხობელა, აი ეს ხალხი სად არის? ხო და აქ ხო ოფისია სამგორის. სხვაგან ხო არ შეიძლება რომ გადასულიყო. ხო და არ არის და არ მოდიან ხოლმე? ყოველთვის არიან, მაგრამ ეხლა რატო არ არის? აი, დიდი მადლობა უკაცრავად რომ შემოგეჭერეთ. ჩვენ მოვიდით ვაკის რაიონულ ორგანიზაციაში. რაღაცა ხდება, ეკონომიკა. ხმახო, გაიგონო ვიფასო ტელემაყურებლო, კარების დაკეთებას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვაკის რაიონული ორგანიზაცია. არ არიან ეგენი? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვაკის რაიონული ორგანიზაცია. მიშა! მიშა! ვიფასო ტელემაყურებლო, ჩვენ მოვიდით ისნის რაიონის ნაციონალური მოძრაობის ოფისში. გამარჯობა. ერთი რაღაც უკაცრავად, ხალბატონო, ვინ არის ეს კაცი? მეზობელია, გონი აქ ცხოვრობს, ვაზისუბნია. აქ შევიდა, ხო? თავის სახში შევიდა. იქიდან სადარბაზოში არის. სადარბაზოში წავა. სადარბაზოა და ადიან იქ. აქ ვინ არის? გამარჯობა. რა ხდება რა? რამე ისეც ხო არ ვაკეთებ? არა, თქვენ მიყავთ. თქვენ გაშნაურ მოძრაობის
აქტივისტი არა გაინტერესებს არა ვინმე ვინ არის პასუხისმგებელი ეს თამაში ბაღის დირექტორი ხო არა უკაცრავად არა ვისთან შემოხვედი რა ის კარი იყო და შემოვედი არა აი ხო ღია შემოხვედი არა აქ ვიცნობ მაგ ხო და ვინმე სად არის აბა არავინ არ არის მე რა ვიცი აი ესო წავიდო მაგალითად არა მე რა თქვენ უყურებთ მე როგორ გაკეთა არ ხამარ აი არა შენ არ წაიღებ არ მომწონს ვინმე ვინდა ვინმე ვინმე პასუხისმგებელი პირი მე მაგ ძალიან დიდი ეჭვი რომ რაღაცა პრობლემაშია საქმე იმიტომ რომ რამოდენიმე ოფისში ვიყავ და ანალოგიური სიტუაცია და რაღაცა დიდი ეჭვი მკლავს მე და ეჭვი რასთან დაკავშირდება სად არის ხალხი აი ვინმე სად არის ვინმე ვინც პასუხისმგებელი მე ეჭვი რას ეჭვი მაგალითად ხალხი არ არსებობს აი არ არსებობს ხო აბა სად არის აი მოვედი ეგ ბატონი გაიქცა კაცი გამოდიოდა შეიკეტა ეხლა კარები დაკეტილია დარჩი თქვენ პასუხისმგებელი პირი თქვენ არა მე არა ვარ პასუხისმგებელი აბა ეხლა რა საკეთებთ უკაცრავად მე ამ ბაღში ვიქეთ ბავშვი ამ თქვენ სამსახურში ეხლა არ ახართ ხო არა ეხლა არა ვარ დასვენ შესვენება გაქვს კი შესვენება მაქვს კი გამარჯობათ 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 გამარჯობა ოფისი დატოვეთ გამარჯობა უკაცრავად თქვენ მზადდებით ერთი ოფისი რომელი გადაცემა თქვენ მიმზადდებით ბოდიში თქვენ მიმზადდებით მიმზადდებით მითხარით მოქალაქე ვარ და მოქალაქე თუ ხართ რას ნიშნავს თქვენია ეს ოფისი ჩემი არ არის და თქვენ თუ არა თქვენ სვისიო ერთი წუთით უკაცრავად არა მე მიყურეთ თუ თქვენი ოფისი არ არის სვის ოფისიდან უბავთ თუ თქვენი მე მიყურეთ ოფისი დატოვეთ თქვენ ხართ ამო მიმზადდებით სახელი გვარი თქვენ ამ ოფისის მესვეული ხართ ვინც ვარ მესვეული ხართ თქვენ მესვეული ხართ ამ ოფისი დატოვეთ თქვენ ხართ მესვეული ოფისი ხარ რას მეჯიჭკავებ არ გეჭირდება ხო და მესვეული ხარ არ დატოვეთ ვინდომებით მიხარ მხოლოდ დავემორჩილები ამ ოფისის მესვეულს მე არ ვიცი ეს კაცი ვინ არის მძაფოს ვინ არის და დავტოვებ რა პრობლემაა რა გადაცემით აკრედიტაციის გარეშე გამარჯობა თქვენთან დებით ოფისის მესვეული უკაცრავად ვინმე მინდა პასუხისმგებელი პირი შეიძლება რა ხდება რა ნერვიზე თქვენ ვიმზადდებით უკაცრავად პასუხისმგებელი პირი მოვიდეს და გამელაპარაკოს ისე უსრამულია რა ვინმე პასუხისმგებელი პირი მოვიდეს და მითხრას რომ ვარ პასუხისმგებელი პირი და ნუ ხარ ოფისში მოქალაქე ვარო და სვისი ოფისიდან რატომ მაგდებს არა ვარ მართალი არ ხდება ვინ გაგდებს მაგდებდა ეს კაცი იჯები ბატონო არავინ არ ეს ნებისმიერ მოქალაქე შეუძლია ხო და რატომ მაგდებს კარი იმითო ადია გადაღებაზე ვარ არასოდეს არ მორჩები გადაღებას გადაღებაზე ვარ ოჯახი მეკავს რა ვქნა ახლა რა გავაკეთე ძირს სააკაშვილის ძირს სააკაშვილის დიქტატურა არ არის დიქტატორი წყალებს შავს კაი ოფისია რა არასოდეს არავინ არ არის ოფისის გაგრძელება ვიპოვე და ძირს საქართველო საარკე შენახჩევი ბატონი ძირს სააკაშვილის დიქტატურა
ილო წავედით მაშინ. აი ესეთი ამბავია ძვირფასო ტელემაყურებლებო, იმ ჩემს შორეულ ნათესავს კი უშოვე კარგი ოფისი ცენტრალურ უბანში ქალაქისა, სადაც არავინ არასდროს არ არის და იმ ბიჭებსაც კი უშოვე, მაგრამ აი ესეთი ის დამება და ეჭვი. ეს ნაციონალური მოძრაობა არსებობს საერთოდ პარტია? მე მგონი არ არსებობს. ან რაღაც ისეთს აკეთებენ, რომ აი კანონით რო არის აკრძალული, იმიტომ რომ ყველა გარბის დაფეთებული. იფიქრეთ ამაზე, ჩემო კარგებო. კარგად ვანდებოდეთ 4 შაბათს შევხვდებით ერთმანეთს ნახვამდის.